სცენაზე ვთხოვო ჩვენს მხატვრებს, რომლებმაც უკვე გამოფენაზე მიიღეს მონაწილეობა. მე ვარ თამუნა ჩხაიძე, 46 წლის. მე ჩამოსული ვარ ბათუმიდან. ვარ თვითნასწავლი ხელოვანი. ამ სილამაზების შექმნა ბავშვობიდან დავიწყე, თუმცა ბოლო 3 წელია რატომღაც გადავწყვიტე უფრო გამელამაზებინა სამყარო, მინდა რომ სულ გაზაფხული იყოს. და აი ზამთარშიც მინდა რომ ყვაოდეს და როგორც აი ბუნებრივად არის ყვავილები, მინდა რომ ხელოვნურადაც იყოს ამ დედამიწაზე ეს სილამაზეები და ყველა გაბედნიერდეს. ყვავილი ხომ ქალის სილამაზეა და სამომავლო გეგმებზე რას გეტყოდით? სამომავლო გეგმებზე მე მაქვს თამართის გვერდი, მინდა რომ ჩემი ნაქსოვის ყვავილები გახდეს ბრენდული და გავაფართოვო ჩემი ქსელი და უფრო ცნობილი გავხდე და საყვარელი ვიყო მთელი სამყაროსათვის. კიდევ ერთხელ ამოგიძალით ქალბატონი თამარ ჩხაიძე. ქალბატონო თამარ, ეს დიპლომი თქვენ, მცირედი საჩუქარი თქვენ ჩვენგან და იმედია ჯერ არ მიდიხართ. ქალბატონო თამარ, ხომ არ გინდათ რა მოგითხრათ? დიდი მადლობა ყველას, მართლაც სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ქალბატონო ქეთი, უგუნესი მადლობა რომ მე მაზიაროთ ამ დიდებულ ფესტივალს. უგუნესი მადლობა ყველას მოწვევისთვის, დაფასებისთვის. ყველას მინდა რომ გაგილამაზოთ ჩემი ხელნაკეთი ნივთებით, ჩემი ყვავილებით, ლამაზი დღეები. ისურვებ წარმატებებს, კარგად ყოფნას, წინსვლას, ბედნიერებას და დიდი მადლობა ახალ შანსს, რომ მომეცა საშუალება ეს ლამაზის ადგილას რომ აღმოაჩინო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენს და საბაბად შევიდეთ ეს მოდელს ამ სილამაზეების შეძენა. როგორ შეიძლება დაგიქვათ? მე მაქვს გვერდი თამართი და მინდა ჩემი ეს ხელნაკეთი ქროჩეთის ყვავილები, რომელიც ნაქსოვი არის შარის ზაფხები, მინდა რომ მოდული და ტრენდული გახდეს და ბრენდული იყოს. და რაღაც თუ გვერდში დამიდგებით ასე ყველა ჩაერთვება ჩემს გვერდზე იხილავს და ნახავს, შემიძლია უფრო მეტი სიცოცხლე წარმოგვიჩეკოთ და ამ წარმატებისკენ. მე მადლობელი ვარ ძალიან.